დიდი ფული შენამჩუნებას ამჯერად ნიჭიერი მამაშვილი შეეცდება. მიდი, მამა, მიდი, მამიკო, მიდი. გიო და ზუკა ხუციშვილები უკან და ხელას არაბინებენ. არა უშავ, ზუკა. დაგამთავრებინე, მამა ინსტიტუტში. დავიდგა წელებზე ხეთს და თავში ჩავცხეთ კომბასა და მორიგი ხელის ჩამოთმევა და 100,000 ლარი გლამურული მეგობრული წყვილის ხელში გადადის. და ხომ მაინც გეყვარებით ყოველთვის თუ გავარდით ეხლავე. დაბრუნდებიან თუ არა, ნათია დუმბაძე და თიკა მახალდიანი დიდი პუშით სახალისო შოუდან. წიგნები და ნაპოლეონი, თქვენი სფეროა გოგოებო. ძამი სავარაუდო ყაზუხის ფანტასტიკა, პროსტა წამოვიდა. დავაი, წამოვიდა. ნახეთ ფულთან თამაშის მორიგი რაუნდი. იმედზე. ფული ბაბა ფული ბაბა ფული ევროპაბეთი წარმოგიდგენთ შოუს ფულთან თამაში მოგესალმებით ყველას მე დუტა სხიტლაძე ვარ თქვენ იმედზე ხართ ახლა ყველანი ვინც ახლა გვიყურებს ვინც არ გვიყურებს სასწრაფოდ გადმოერთეთ იმედზე იმიტომ რომ ახლა ჩვენთან სათამაშოთ 100,000 ლარის სასაღებად რომელიც ჩემს წინდებს შემოვლენ დიდი ხნის უნახავი ბიჭი მოვა ერთი კიდე ძალიან კარგი მამაშვილი ხუციშვილები გიო და ზუკა გაუმარჯოს გაგასწრო სიმაღლეში გამასწრო ამან ზუკა ხუციშვილი გაზრდილი დაგვიბრუნდა ცოტა ხნით ჩამოვიდა და აჰა პირდაპირ გადაცემაში მოვიყვანეთ რომ სწავლა გააგრძელოს უკეთესად და ფული წაიღოს და კრედიტი დაფაროს სწავლის კრედიტი დაფარავ ჩვენივრად თავი კარგად ვითამაშოთ ჩვენ ერთმანეთს ვესალმებით ჩვენი თამაშის წესების მიხედვით 100,000 ხდება ავტომატურად თქვენი რადგან ქეშია ჩვენ გვიცავს დაცვის პოლიცია მოგესალმებით ბიჭებო ვესალმებით დაცვის პოლიციას დავიწყოთ ხუციშვილებთან ერთად ვთამაშობთ ფულთან და პირველი ეტაპის ორი კატეგორია ამოვა ახლა და ამ კატეგორიებიდან ავირჩეთ თუ რა გვინდა რომ შეგვეკითხოს კომპიუტერმა გავიგე ამონახოთ აი ზუკა ჩიტო გრიტო გასაგებია რაც არის ბჭყალებშია და რომანტიკოსები ანუ პოეტები ან მწერლები ხო რა ვქნათ არ ვიცი ჩიტო გრიტო ალბათ რაღაცა ჩიტო რაღაცა არა ჩემთან უფრო ჩიტო გრიტო რა ის ვალი უნდა დაგიბრუნო ხო იფერ ხასიათზე ვარო ვალი უნდა დაგიბრუნო ჩიტო გრიტი პროფერინავდა წავიდა ჩიტო გრიტი რა ჩიტო გრიტო და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი ყურადღება მონიტორებზე მუშკუდიანი დევდარიანი მიზანდარი საზანდარი ეგარი აბარავ რაღაცა ანიშნე ზუგასთან რა ანიშნე მიზანდარი ჩამიკრა მიზანდარიო რა ჩიტო გრიტო და მიზანდარი ჩიტო გრიტო რა აშტო такое ჩიტო გრიტო რა მიზანდარს არ კითხეს აბა ნახო რუსიკა ბიძია მიზანდარს არ კითხა რა გვარის არის მხატვრული ფილმის მიმინო ეგა ვალიკო კატორი გალათკი კურგრუზი დრომიდის ფული დავეცე მიდი მამა მიდი მამიკო მიდი მამა გენაცვალოს მიდი მამიკო 45 წამი გაქვთ ჯერ აბა პოვნიტია ლამაზად დააწვე ესე ბოქსეროები და სულიერად ისე როგორი დაბმა პოვნიტი ვივე აი გალანტი კურგრუზი
Кот, который галантный кургурс. Скажи, пусть подруга вас. გაზმოთ, კარგი იყო. там женщина. შეგვიძლია გავაჩეროთ. დრო. გავაჩეროთ. გავაჩეროთ. შეჩერდი წამო. დრო გაჩერდა. ერთადერთი თამაშია, სადაც შეგვიძლია დრო გავაჩეროთ. დრო გავაჩეროთ. დრო ჩვენთვის. აჩერე დედამიწა ჩავდი ბარ. 100,000 მიზანდარი ესე იგი ვალიკო. ვალიკო. ნახოთ ეხლა სწორია ნეტა ეს პასუხი. ჩვენი ძმა ვალიკო. ეხლა ისეთი თავად გავართ ეხლა რა ვიცი. რიცვალო მაგაზე ზეპირათვის. რიცვალ ბატონე. 1 2 3 4 გაიხსნა ყველაფერი. აიცა. ეხლა უნდა თავიდან გაწოლოთ 100,000 ლარი შევინარჩუნეთ წიდი შეკითხვა დაგვრჩათ წინ და შეგიძლიათ დააბრუნოთ თავის ადგილზე. ამღები ჩვენ ვერა ვართ, ეხა ესეთი კითხვები წამოვადა. ჩობია ცოტა გავივარჯიშოთ. ჩიტო გრიტოსნაირი აღარ არ არსებობს. აგეხმარებით ცოტას. ჩიტო გრიტო კარგი იყო. ეხა მიკერტიჩიანი ამოვიდეს, ისევ ჩიტო გრიტო. От конфету хочешь? კაფეთო ხოჭიშ, ნერთუზა გამოვიდეს. აგი, ნახოთ ეხლა მეორე ეტაპის ორი კატეგორია. რაღაცა კაი ტემპით წავედით. კი, წავედით. მთა და ქართული მულტფილმი. თა დიანშან. ცისფერი მთები აქ არ იქნება ახლა რა ვიცი. მიგძნობს მე მგონი არა, ძირითადად ცისფერი მთები იქნება, მაგრამ მაგრამ რომელი? რომელიც არა, ისეთი ისეთი მთები. ან რა იქნება გაზბეკ. გეოგრაფიულად? მოდი, ქართული მულტფილმი რა რაღაცა რა, მამა რა, ჯობია რა მულტფილმებს მივარ. მე რო ვიყო ეხლა თქვენ ადგილზე, მე აუცილებლად ქართულ მულტფილმს ავიღებდი და კარგად ვიცი. ქართული მულტფილმი, მეც რაღაცა ჩვენც ვიცი. აეგრე გადავწყვეტ. დაბადების დღე აღარ მახსოვს. ისეთ დღეში ვარ უკვე და ისეთ ფიქრებში ვარ და ამიტომ აი ქართული მულტფილმი, ავიღე. ქართული მულტფილმი ქართული მულტფილმი გავერთოთ ცოტა გავერთოთ. და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ვაიმე, რა მულტფილმია გააჩნია ზურაბი, ბრიალა, ჭრელა, დრუნჩა, ფაქიზო. ვაიმე. ეს ვერ გავიგე ერთი. არა, ყველა მეცნობა, მაგრამ არა, მეცნობა მეც ეხა ფაქიზოს მეცნობა, დრუნჩა, ბრიალა, ჭრელა. აბა ნახოთ. კომბლე საყვარელ ძროხას რა ერქვა? ფაქიზო ჭრელა, ჭრელა მამა. როგორ უთხრა? ჭრელა. ჭრელა, ეგ არ შეგეშალოს არა. მე ბავშვობაში მულტფილმი რომიდი? ჭრელა, გეუნები რა. ჭრელა. ფაქიზო დამაბნეველი მანიოვრი იყო, მამა. ნახდათ ჯერ დამიგდე ყური მე, მამიკო. ჭრელა. მულტფილმებზე დაგვიჯერეთ. დამიჯერეთ ქართულზე და მე ეხა საკრამენტო და კალიფორნია შევიდე კიდე გავაჩეროთ რა. გავაჩეროთ შეჩერდი წამო. ჭრელა ერთი ძალიან მაგარი ფრაზაა რა, ეს ზის ესე დაღრემილი კომპლე და იძახისო, წაიყვანესო ჩემი ძროხაო რა. ჩემი ჭრელაო ესე ალბათ როგორ იძახის იცი? წაიყვანეს ჩემი ჭრელა. წაიყვანე ეგრე ცოტა იძახის ხო ესე იძახის. ესე იძახის და მე იწყებს კომბლის თლას. და მე მივალო, აი, კარგო. წაიყვანე ჩემი ჭრელა, რა არის რა ტურამელა სიმღერაც არის. აბა ვინმე გამერანოს თავში ჩავსხეთ კომბალსა და აი რაღაცა გამახსენდა ეგა რაღა ბევრი გავაგზავნოთ და სწორი პასუხი გვაინტერესებს ნეტა მართლები ვართ. ყოველივე აი ამის შემდეგ ეჭი გეპარება ამბების მერე რა ჩვენ აქ ჩავატარეთ. კინო 1 2 3 100,000 ლარი ისევ თქვენია. ჯერჯერობით ჩვენ ჯერჯერობით. და არა და მეოთხედი თამაშის უკვე გავიდა. გავიდა. ამ ხუმრობაში. ვინ მოგაგებინე? არა მამა, ქარტი როგორ არის ანდაზა? ყველი არის სათაგურში. ხო? ყველი სათაგურშიაო. ეხა სათაგურში. ეხა სათაგურში ვართ დაბრუნეთ ახლა. მუქთა ყველი სათაგურში. აბა წავიდა. ისევ 100,000 ლარი გვაქვს. მესამე ეტაპი და ორი კატეგორია ეკრანზე. სპეციალურად გიო და ზუკა ხუციშვილებისთვის. ძველი სიტყვები გრიგოლ ორბელიანი. ორბელიანი კარგად ხავს. თუ ძველი სიტყვები. ძველი სიტყვებში აი ის ძველი ქართული სიტყვები იქნება, რომლის ისაც უნდა და გრიგოლ ორბელიანი კარგად ვიცით, მაგრამ. მაგრამ შენ არა, ხო? კარგი. ანუ ესე კი, მაგრამ კითხვას გააჩნია თქო. ძველი სიტყვები.
მაინც ძველი სიტყვები და არახარაბუზა გენერალი, ესე იგი, ხო? არახარაბუზა გენერალი, ხო? ძველი სიტყვები. ძველი სიტყვები. და 4 სავარაუდო პასუხი ეკრანზე. აი ხა გონება უნდა დავძაბო. იარაღის საწყობი, ძველმანების სათავსო, ფაეტონების ფარეხი, თუნუქის დიდი ქვაბი. ეხლა გამოვა რაღაც სიტყვა, რომელიც აი ამ ხედან 4-4-დან ერთ-ერთს აღნიშნავს. ნახოთ აბა შეკითხვა. რა სიტყვაა ეს? რას ნიშნავდა ძველად სიტყვა ჯაბახანა? ჯაბახანა. დრო მიდის? ძველმანების სათავსო მგონია მე ჯაბახანები და ჯაბა ფაეტონების ფარეხი. მოიცა ერთსამი ფაეტონების ფარეხი ჯაბახანა. დუქნის დიდი ქვაბი ჯაბახანა. დუქნის ქვაბი შეიძლება ჯაბახანა ქვაბიაო ჯაბახანა. 40 წამი დაგჭათ? იარაღის საწყობი არ არის, ფაეტონების ფარეხი არ არის, თუნუქის დიდი ქვაბი და ძველმანების სათავსო. დავაი. შეგიძლია მესამეზეც დადოთ, რამეზე, რა ვიცი. მესამეზეც გაანაწილოთ, 3-ზე შეიძლება და მაგიტო, რა ვიცი. 15 წამი დაგჭათ? აჰა, რა გავანაწილოთ, რა ვიცი. აქედან რომელი უფრო გონია ამ ორიდან? თუნუქის დიდი ქვაბი ჯაბახანა არის. 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ძველმანების სათავსო. მოდი აბა ვნახავ ეს სად რამდენი დადეთ. აქ 10000 იდევს. ფაეტონების ფარეხზე. აჰა. 2, 4, 6 ჯაბახანები კი ჯაბახანები არის. ანუ 24000 ძველმანების სათავსოს და ყველაზე მეტი თუნუქის დიდ ქვაბს ერგო. იარაღის საწყობი ჯაბახანა არ მგონია ნამდვილად. ნამდვილად არ მგონია. ჯაბახანა იარაღების საწყობი შეიძლება იყოს? ჯაბახანა არ მგონია. ჯაბახანა ხანა ადგილი არ არის? ხო, ხანა ადგილია, მაგრამ აი არ ვიცი რა, არ ვიცი. რაღაცა უცბად წავედი. უცბად წავედი, აი რაღაცნაირად აი იმაზე რა. არა, უცბად ჯაბახანებზე წავედი რა. მე რაღაცა აი ქვაბს საერთოდ არ ავიღებდი და აი ამ სამზე მაინც გადავანაწილებ. ხო არა? ხო არა? არ ვიცი. ძალიან იმას ვქენით. ძველმანების სათავსო ძალიან ისე ჟღერს ჩემთვისაც. ძველმანების სათავსო. ზამანჩივა. ზამანჩივა, ხო, კი, ჟღერს, მაგრამ აი ნახოთ რა, ნახოთ, არაუშავს. არაუშავს ზუკა. დაგამთავრებინებ მამა ინსტიტუტს, გავიჭირვებ, დავიდგავ წელებზე ფეხს და დაგამთავრებინებ. რაღაცას ვიზავთ. მეგობრები აქედან, იქიდან და რაღაცას ვიზავთ რა მამა რა. შენ არი ნერვიულო მამა. სწორი პასუხი გვაინტერესებს. ფულს კარგავთ ბევრს. ისე. კარგავთ, კი. ძველმანების სათავსოს უფრო უნდა მიბრძოლოდით, მაგრამ აი ჯაბახანა რაღაცა 66000 იდევს თუნუქის დიდ ქვაბზე. მართლა? კი. თან ცუდი ციფრია 66 და წავიდეს რა ვქნა. მიდის. მაგის გარანტიას გაძლევ. დიდ ფულს კარგავთ ხო, მაგითო გითხარი. ეგ არ არის სწორი პასუხი. არ არის? აი ნახე. იცი? აი ნახე. წავიდა. იარაღის საწყობი, ო ჯაბახანა, რატო? მე მინდა ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ ვინც გვიყურებს ახლა დაიმახსოვრეთ კარგად ჯაბახანას რო ხმარო, ეგ ნიშნავს იარაღის საწყობს. ჯაბახანა იარაღის საწყობი იყო. აი ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად რა. ხო, მაინც კი ისე დაგიძახე მესამეზეც დადეთ ხო, მაგრამ მაინც არა, კარგად დამიძახე, მაგრამ ჯაბახანა, ნუ აი არის. ჯეოსელ კონექტი, სანამ აქ ახალ გამოგადგება, მე დავუტოვებ. კი ბატონო, აუცილებლად. ეს არის ყველაზე მობილური, ყველაზე სწრაფი ინტერნეტი, რომელიც შეიძლება ჯიბით ატარო და სადაც კიდე თაში რო წახო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ დიდი მადლობა რომ მოხვედით სამწუხაროდ აი ეს ძალიან მალე. ჯაბახანა ვერ მომესიყვარულე. გვეცოდინებოდა რომ გვეცოდინება ამის მერე იარაღის საწყობია ჯაბახანა ნამდვილად. აბა, კონცილი. ხო. კარგად. აქეთ კეთია. ეს ხიდით. დიდი მადლობა. გიოს და ზუკა ხუთიშვილებს. ხდება ხოლმე ასე რა სიზამ. ველოდები 100000. კახა მოემართება ჩვენსკენ და ძალიან მოკლედ ლაფშია. მომძანეთ ბატონო კახა, აი აქეთ მომძანეთ. აი აქ დადეთ ეგ და აი აქ დამიწყე 100000.
ამჯერად ორი ძალიან კარგი პიროვნება მოვიდა. ჩემი ოქრო და ბაჯაღლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან მიყვარან, ესენი არიან ნათია დუმბო დუმბაძე და თიკა მახალდიანი. შევხვდეთ. ჩემი გოგოები ჩემთან, დადექით. ნათია შენ მაგიდისკენ, შენ აქეთ. აჰა. ხო, ესე ჯობია? ხო, ყველი კაია. კარგად დახარ. როგორ ახართ გოგოებო? კარგად. არა, ვეცამა ერთხმად ვიყავ. ცოტა ნერვიულობთ დუტა, მაგრამ ისე კარგად ყველაფერი. აბა მიპასუხეთ, როგორ ახართ გოგოებო? კარგად. ოჩახ. ფულის მოგება გინდათ? რა თქმა უნდა. არა? დიახ. მიდება? ფულის მოგება გინდათ? დიახ. ეს 100.000 რადგან ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს უკვე თქვენია. ჩვენ თამაშ წესები იცით? კი, რა თქმა უნდა. აბა როგორ არის? მოკლედ. ანუ იქნება ორი კატეგორია. მიდი, კარგი ხარ თიკა, მიდი, ხოჩახ, დუმბო გააგზელა. ესე იგი ორი კატეგორიიდან ვირჩევთ ერთ-ერთს. მერე გამოდის 4 სავარაუდო პასუხი და ხოჩახ კარგია, მერე? მე ამ 4 სავარაუდო პასუხიდან ერთი აუცილებლად იქნება. არა, შეკითხვა გვინდა მერე მოვისმინოთ. შეკითხვას რომ შეკითხვას მოვისმინოთ, რამდენი წამი გვაქვს? 1. ერთი წუთი გვაქვს, ანუ 60 წამი. ხოჩახ! ბრავო. 100.000 თქვენია, ბრავო. რა? უკვე დავიბერეთ. არათი. არაფერია. ხო, გავშინაო. გავძლიერდეთ. კარგია შენ ხო, თავს მოთელვა. სიმღერა. მე რა შევასრულე, თუ მოვიგებთ, თუ მოიგეთ, შენ საყვარელ სიმღერას ხო შევასრულებ? აუცილებლად. როგორ არის ესე იგი? თვარევრაო? შენ თავს პიცავარ, თვარე როგორ? შენ თავს ვიცავარ. შენ თავს პიცავარ, თვარე. მოკლედ 100.000-თან ერთად ესე იგი დუმბო და თიკა თამაშობენ ფულთან. ბახალჯი, ყურადღება, დუმბაძემ. გურია, აბდალა, აბარა, წევიდა. ჰე. ყურადღება. პირველი ეტაპის ორი კატეგორია. ირჩევს თიკა მახალდიანი, წავიდა. აი რა. მედიცინა თუ ქართული ანდაზა? თიკა. ქართული ანდაზა. რატო? იცი ანდაზები? დუმბო? უფრო ჩემი აზრით ვიდრე ალბათ მე ავირჩევდი მედიცინას. ეხა დახოსით ერთმანეთს და გადაწყვიტეთ. კაი, მართლა. არა, რა ვიცი, ერთი თამაში. მართლა შეთანხმებით. ქართული ანდაზა არა, მოიცა ვეთახმებით. ერთი წამი, რატო ეთახმები? ნუ რა ვიცი. მედიცინა იცი კარგად? რა თქმა უნდა, დედა ექიმი მყავს. მაშინ მედიცინა. არა, თერ არ გადაგვიწყეთია. ამფულს ხო მარტო თიკა არ წაიღებს არა? ვიყოფთ. იყოფთ, ამიტომ გაიყავით ეხა ყველაფერი. მარტო ჩვენ არჩევანიც გაიყავით და არადანიც. ქართული ანდაზა იყოს. არჩევანი გაკეთებულია ქართულ ანდაზაზე. ანდაზადეზედ. გაიცი უკვე? რატო ძალიან ახლოს მოვედით? ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი გთხოვთ. ყურადღება. თავისი თათი, თავისი კბილი, თავისი კუდი, თავისი ულვაში. ნახოთ ქართული ანდაზა. რა შეკითხვა? კითხვა. დუტან მგზაბა. ქართული ანდაზის მიხედვით რა მოიყვანა მელამ თავის მოწმედ ნეტა. მელამ რა მოიყვანაო? ვიცით პასუხი. დრო მიდის. იმედია ხო? იმედია რომ ეს არის და კი. რა თქმა უნდა. მოიცა, სწორ პასუხს ვდებთ. სწორ პასუხს ვდებთ პლუს, კი. კი, რა თქმა უნდა. 45 წამი. არაფერზე დროზე. ვაიმე რო წავაგოთ ახლა. არა, ეს არის თი, ნამდვილად ვიცი, კაცო. შეგვიძლიათ რო გავაჩეროთ. გავაჩეროთ. შეჩერდი წამო. აი მე რა თქმა უნდა. მელამ თავის თათი მოწმედ მოიყვანაო. ნუ გვაბნევ. სწორი პასუხია. სწორი პასუხია. თუ და ხომ მაინც გეყვარებით ყოველთვის თუ გავარდით ეხლავე.
კი? ჩვენ იმიტომ რომ მე აქამდეც მაგითო მიყვარხართ. ცოტა ხანი პატარა პაუზა მჭირდება კომერციული ჭრა იმედზე ფული გავაკეთებ. წავიბრუნდით კომერციული ჭრიდან, იმიტომ რომ ვისათვის რომ 100,000 გავათამაშოთ, სანახან კომერციული ჭრა საჭიროა რომ ფული ვიშოვოთ თქვენგენ. სწორი პასუხი გვინდა. ეტა მართლები ყოფილხართ გოგოებო. პირველ შეკითხვას გაართვეს თავი. თუცა რას გვიკეთებ, კარგი რა. განერვიულებთ. გაბრუნეთ ახლა უკან. აბა, როგორ მოახერხეთ დაბრუნება? ზო, რაღაცა აზარტში შევედი. აქაო და გავარტყიო, მელამ თავის კუდი მოწვეთ მოიყვანაო და აზარტში ხარ უკვე. კარგი. ირჩევს დუმბო. მოემზადინათია? მეორე ეტაპის ორი სავარაუდო კატეგორია. ციგნები და ნაპოლეონი. თქვენი სფეროა გოგოებო. ციგნები. ციგნები ნაპოლეონი არა? რატომაც არა, მაგრამ ნაპოლეონზე ვიცი ერთი კაისქელი ციგნია დაწერილი და დანარჩენი ციგნები რამდენია ხო ხდები? იყოს მირჩევნია ციგნები. ციგნები ხო, იყოს, რა, კი ბატონო, იციგნება. დუმბო მაირჩია ციგნები. ციგნები და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. პარიზი, რომი, ლონდონი, თბილისი. გადასარევი მარშრუტია, სიამოვნებით გავივლიდით. უმას. ჩვენს. პირიქითაც გავივლიდით თბილისი, ლონდონი, რომი, პარიზი. ნამდვილად. ნახოთ შეკითხვა. სად დაიბეჭდა პირველი ქართული ციგნი? პარიზში, რომში, ლონდონში თუ თბილისში? დრო წავიდა. მე მგონი. თოში. პირველი ქართული ციგნი. არა, ციტამით. მეც ყველგან დავთო. მათია. მიდის ხო დრო? ნამდვილად. ერთი კი 45 წამი დაგჭათ. თბილისში არ დაიბეჭდა? არ ვიცი. ლონდონი. მე რომი მგონი. რამდენი დაგჭა? 35 წამი. თბილისში არა მე ერთი მგონი. წამი. თუ კი, პარიზი. ნაცია. თინა. არა? არა. 25 არ წამი. ვიცი, ძალიან. გადმოეწიე. მე მგონი ცირდი. 20 წამი. ესა წავიხო. ლონდონი რომ და პარიზი იქნება მე ხო ვიცი. აუ რომი, არა. 15, 14, 13, 12, 11 წამი. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. მოდის მოვხდით. ამას გავასწორებ ჩაყრის დროს რომ კარგად ჩავარდეს. იმიტომ რომ თუ დარჩება მაგიდაზე ეს ფული ჩემია. ნახოთ ეხლა სად რამდენი გადადეთ. 30,000 რომს. აიმე. თბილისის სტამბაკას რა პირველი ქართული ციგნი რასე ბოლო. 10 14 28,000 თბილისს ერგო. აიმე. დანარჩენი აი აქ ლონდონზე დევს. მეცადე არაფერი არ ვკითხო პირდაპირ. არაფერი არ გვინდა, ძალიან ნერვიულობთ. თბილისი არ არის საერთოდ. და ამისთვის არ ვიჩხუბოთ, მე და შეხო მეგობრები ვარ, საუკეთესო ღმერთო. საუკეთესო მეგობრები ეხა თბილისის გამო ნუ დახოცავთ ერთ. ნამდვილად. თბილისში ვარ და პარიზიდან შენ აიღე ხო? არა და თიკა გეუბნებოდა არა. ვაიმე არა უშავს, ხო რაც იქნება იქნება. რომი არის ძალიან საინტერესო ვერსია. აიმე. ხო ნუ დაგწინი. მე? ლონდონი. ასლაპარაკო. აზრზე არა ვარ, მე პირადად სადაიბეჭდა, უბრალოდ ეჭვმა რომ თბილისში არ იქნებოდა. ხო მეც. ან ლონდონი იქნება 42,000-ით და ან 28,000-ით თბილისი. ეს გინდოდა გეთქვა? ანუ რამდენი ჩავარდა? 60, ხო? აჰა. 70,000 წავიდა, ხო?
პარიზიდან გადაიტანე 28,000 იქით შენ, აიმე ხო? პარიზია. ხმა მიკანკავდა უკვე. კი. პარიზია, ნუ პარიზი? ეს მის მოკკლა. ნუ ყოველ შემთხვევაში ლონდონი და თბილისი რო არ არის, უკვე გავარკვიეთ. ლონდონზე წავდა სამდენოში. თბილისსა ვაფშე. თბილისის საერთოდ შეთოსფისაო, თვარე. აუ გვინდა და აიმე გადავრჩი. რომი მეგობრობა შემინარჩუნე. აბა, ხო, ყოჩა. რა მნიშვნელობა აქვს, 28,000 აქეთიდებოდა თუ იქით მაინც ჩავარდებოდა. გადმოგატანინებს. 30,000 შეინარჩუნეთ ამ თქვენი არაჩვეულებრივი შეკითხვით. საზოგადოებამ გაარკვია, რომ თურმე ჩვენთან ერთად და ჩვენთან ერთად და ჩვენს დავწმუნდით, რომ თურმე რომში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი. დაიკავე შენი ადგილი. კითხვა იყო, პაპატი. შუაში მე ვდგევარ. დაგასარი. მესამე ეტაპი. ვინ ირჩევს ჩვენ მე. მესამე ეტაპის ორი კატეგორიიდან არჩევანს ვაკეთებ მე. ძველი ცივილიზაცია თუ ბრიტანული ეპოსი? რა თქმა უნდა ძველი ცივილიზაცია რა. კი. ეპოს ბრიტანულს ჯობია ჩემი აზრით. თქვენთვის. ჯობია. არა? ბრიტანული ეპოსი გიჩვენია? ჯერო დაგიჯერე. ჯერ ქართული ეპოსი მიპასუხე მაშინ შენ. როგორ? ძველი ცივილიზაცია, ბრიტანული ეპოსი. ქართული ეპოსი ხო გადასხდული გვაქვს შენ. აი მაგალითად დალის თმეები რო იყო ესე გამოქვაბულიდან გადმოშვერილნი. გახსოვს და გლეხი რო აძვრა. ჯერ გამოათრევინა ისინი. აჰა. მე ავიდა, მე თმებამდე როგორც იქნა, მივიდა, მე თმებს აყვა, იმას დეწიწკნა, მაგრამ არა უშავს. მაგრამ რო ავიდა დახვდა ფეხზიმე და ვინ გააჩინა? ძველი ცივილიზაცია. ძველი ცივილიზაცია ავირჩიოთ. აიმე. ძველი ცივილიზაციიდან 4 სავარაუდო პასუხი გვჭირდება. ისე მაინც დავაკონკრეტებ, რომ ეს იყო ამირანი. რომელიც მე მიაჯაჭვეს ლიბია, ალჟირი, ეგვიპტე და ტუნისი. ხო. გეცნოთ? კი თან. ეგვიპტე ხო გეცნოთ? ხო, კაი თუ. ეგვიპტე შენ მან შეიხი რაღაცები. ხო, ეგ არის. ნახოთ შეკითხვა. რომელი თანამედროვე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობდა ისტორიულ კართაგენის ქალაქის სახელმწიფო? მერტო. ლიბია, ალჟირი, ეგვიპტე, ტუნისი. თანამედროვე ტერიტორიაზე მდებარეობდა ისტორიული კართაგენის ქალაქ სახელმწიფო. კართაგენი. ათია. მოდი დროზე. 1 წამი 58 წამი გვაქვს. ეგვიპტე, ალჟირი, 45 წამი. არა მეცი. არ მგონია. გოყე მე დავაგე. მე ალჟირი არ მგონია შენ. 35 წამი. ეგვიპტე არა. ლიბია კი. 30. 25. კართაგენი. ალჟირი არა. ალჟირი არც მე მგონია. 20. თუ იქ. რაღაცა რატომ მგონია რომ გამოვიწყდა ალჟირი არა. 15. მეც არ მგონია ალჟირი რატო? 10. აუ რაღაცა იქ ძალიან ცოტა. 5. 3, 2, 1 დრო ამოიწურა. ძალიან დიდი ცვლილება შემოიტანა ბოლო წამსტაციამ. უდიდესი ცვლილება. ერთობლივი გადაწყვეტილებით. დაიკავეთ თქვენი ადგილი თუ შეიძლება მაგრამ. შენთან რომ მოვდივართ თუტა. მე მესმის ჩემსკენ გიწევთ გული შინაური დაინახა გაიგე და ნერვიულობისაგან საერთოდ ეგრეა ხოლმე. სულ გინდა რაღაცას ჩაებრაუჭო ეს ადამიანის ის არის ჩვეულებრივი რეფლექსია. მიხარი არა შინაურები. აი ბავშვობიდან რომ მოდის გაიგე სულ გინდა რომ რამე ნაცნობს ჩაეჭიდო ხელი მოკიდო გაიგე რომ შვიდად იგრძნო თავი როდესაც ღელავ. რამდენია ესა? ერთი რამდენია მითხარი და გამოვიდა. 2000. ახსოვს. ესე იგი 1-1-1000 ყოფილა. ოჩახ, აქეთ რამდენი დევს? აქეთ იქნება 10000. და რამდენი დაგვრჩა? 10000. აიმე 30 როგორ გქონდა. სწორად გადავადა. ნახე როგორ გადაგინაწილებია. ესე იგი მე ის უნდა ესეც დამებრუნებინა ისე, აუცილებლად ო, ლიბიასთან. თორე ალჟირი ვისაც სჭირდება. ხო, რატომღაც. ალჟირი და ზინედი ზიდანი გვინდა ახლა ჩვენ. ისტორიული კართაგენი.
ქალაქის სახელმწიფო. სად მდებარეობდა თანამედროვე რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე? ნახოთ სწორი პასუხი. ყველა ჩაიყრება უკვე? თუ წაღარა აი, მე ხო არ ვიცი ეს. რათი? აბა. აი, ვიდეო ჩავარდა უკვე გავიგე. მე ანუ რამ? ალჟირიც. ანუ 10000 უკვე გააქვთ გოგოები. მაგარია გუ. ციკა გილოცა. აუ რაღაცა მე მგონი. ანუ აქედან ეხა რომელიღაც ან ტუნისი ან ეგვიპტეა რა. არა უშავს მე შეიძლება იყოს. ალჟირი ნახე ორივეს რო არ გვეგონა. აბა. ოკაი. ტუნისი. და რომელი ჩავარდება ნეტა? ტუნისი? თუ ეგვიპტე? ეგვიპტე ჩავარდება. და ტუნისი დარჩება. ხო. აბა რა. კაია. ანუ ვაქცინას მეხარია. ისე ეს რომ დებულიყო, იგითკენ 12 დაგრჩებოდა. ხო, არა უშავს. არა უშავს, 10000 გაქვთ დააბრუნეთ თანხა თავისად. ამ ხუმრობაში მეოთხე ეტაპამდე აი მივედით. თბილისზე რო არ დაგვედო მაშინ უფრო ბევრი გვექნებოდა. უფრო მეც დაკარგავდით ეხლა, რა მშველობა აქვს. დაგვრჩა 10000 ლარი. 10000 ლარი. და დარჩა კითხვა რამდენი? ბევრი. 5. ეხლა მე დარწმუნებული ვარ თქვენ სწორ პასუხს იტყვით და მთელ ფულს დადებთ ამ სწორ პასუხზე. აი ნახეთ თუ არა გიჭირდა. შეხედეთ? ვნახოთ მეოთხე ეტაპის ორი სავარაუდო რა ქვია მაგას? შეკითხვა. არა. პასუხი. არა. აბა, სავარაუდო რა კატეგორია. კატეგორია. კი. ნახოთ. ნამდვილად. გვაფნევს თუ ზომის ერთეულები და პიკასო. მართალი ეცინობა. ნუ პიკასოზე რა მოგახსენოთ ახლა მაგრამ, რა ვიცი, ზომის ერთეულები. პიკასო. პიკასო? რა თქმა უნდა. შეფელს პიცოლა. კი, პიკასო. დედას გაფი. კი, ხელოვნებაცოდნეობა მაქვს სამთავრობო. ხო, აი ხა შენ უნდა გამოიცნო. პიკასო? პიკასო. არ ვიცი. პიკასო. მე არ ვიცი. გაიწი იქით? 4 სავარაუდო პასუხი, ყურადღება. ნუ შევეცდებით მაინც. მეორე მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომი ესპანეთში, კარიბის კრიზისი და ინდუსტრიული რევოლუცია. აბა, პიკასო და ხელოვნებაცოდნეობა. მოდი აბა, შევხედოთ შეკითხვას. ყურადღება. რომელ ისტორიულ მოვლენას მიუძღვნა პაბლო პიკასომ საკუთარი შედევრი გერნიკა? თუ აბა მინდი. მეორე მსოფლიო ომს, სამოქალაქო ომს ესპანეთში, კარიბის კრიზისს თუ მოდი რაც არის, ჰა? ყველა და ინდუსტრიულ რევოლუციას. გერნიკა. აი ანესა, ანუ აი ამას მეორე მსოფლიო 40 წამი. დროზე, ჰა? არა, დრო არის ჯერ 1 წამი მაფიქრე. მსოფლიო ომი მგონია. 30 წამი. გერნიკა. და სამოქალაქო ომიც შეიძლება. ეს პარნები. 20 წამი. ზოგადად. 15 წამი. ერთი რამ ცოტა გადარჩა. ერთი ამაზე რო დავდოთ. დავაი დადერთი რა. 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ნათია დაიკავე შენი ადგილი, მადლობა. მიყურებდნენ ჩემი ლექტორები. 4000 მეორე მსოფლიო ომს, სამოქალაქო ომს ესპანეთში, ასევე 4000 და ინდუსტრიულ რევოლუციას 2000. კარიბის კრიზისი არა, ხო? არა. აბა? პედაგოგებო. ნახავთ ეხლა როგორ ასწავლიდით ამ ადამიანს? აი მე თუთა ოღონდეს წინადადება არ გეთქვა. არა, ეს არ არის ხოლმე თუ გასწავლითდნენ, ესე იგი კარგად უნდა ესწავლებინათ, იმიტომ რომ ცოდნა არის ისეთი რამ, რომელიც შეიძლება მიიღო ნებაყოფლობით. უბრალოდ იმდენად საინტერესოდ უნდა მოგაწოდონ, რომ ამით დაინტერესდეთ და ეს დაგამახსოვრდეს სამუდამოდ. ეს არ არის მოსწავლის პრეროგატივა. დაუბრალე ეგრევე პედაგოგებს ყველაფერი. ანუ დამნაშავე. მიყვარ ხარ ძალიან. არა მგონია დამნაშავე იყო. დამნაშავე ხარ უკვე. არა, უკვე ვარ. ხო, არა, ნუ არა. დამნაშავე არა მგონია. გაიწიე მაგიდიდან ნუ ეყუდნობი. რატო? რამე იმიტომ ხელი გაუში მაგიდან. აი გავუშვი.
სწორი პასუხია? გაინტერესებს სწორი პასუხი გეთაყვა? კი, ძალიან. რა საპარაკო, ხო, საერთოდ აქ არ ახართ ხა, რაღაცა ჯორაობი. შენ თავს პიცა არ აქვს? აქ ანუ განვიხილავდით. რას განიხილავდი რა? განვიხილავდით. მოდი ერთ წამი ჩვენ განვიხილავთ, თქვენ მანამდე კომერციულ ჭრას უყურებთ. ეს იყო კომერციული ჭრა იმედზე, ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ნათია დუმბაძე და თიკა მახალდიანი, რომლებიც უკვე მივიდნენ მეოთხე ეტაპამდე. მეოთხე შეკითხვას, რომელ ისტორიულ მოვლენას მიუძღვნა გერნიკა პიკასომ, გვაქვს ასეთი მდგომარეობა: ინდუსტრიულ რევოლუციას 2000 ლარი ვარგუნეთ, კარიბის კრიზისს არც 1 ლარი, სამოქალაქო ომს ესპანეთში 4000 და მეორე მსოფლიო ომს 4000. რა, ესე ჩუმად ვლაპარაკობ, მგონი არის მის? არა, როგორ არა, მაგრამ ანუ იქ 4 გვიდევს თქვენ დავადასტურე. ანუ აქ კიდევს 4 და ყვაყოფილი ხარ რომ მეორე მსოფლიო ომს. არა, არ ვარ ყვაყოფილი, ჯერ არა, სანამ არ დამთავრდება ეს კითხვა. კარგით, ნახოთ სწორი პასუხი. საუნერვეო. საერთოდ არ უნდა მეთქო რა დავასტურე. არ არსებობს. მეორე მსოფლიო ომი ფაფუ ძალიან ავაყაფრო მელოდებოდით რომ დარჩებოდა და ინდუსტრიული კრიზისი 2000 ლარის თან წაიყოლა ამ შეკითხვის ჯერჯერობით ოღონდ. ხო. არა, ნუ ამასაც წაიყოლებს, არა მგონი. არა, არ წაიყოლებს. გახსოვს საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, ეს გერნიკა რა არის? რომელია, გახსოვს? ესპანეთში. კარიბის კრიზისი რა შუაში იქნება კარიბი მითხარე. აი ხა უკვე იქნება? ჩავარდება? აი მე. ბრავო, გადავრჩი ჩემს. გადაურჩი ლექტორე? გადავრჩი. სწორი გადანაწილება მოხდა იმიტომ რომ შუაში. აჰა, ნამდვილად. კაი დაიბრუნეთ თქვენი ოქროთი. მეხუთე შეკითხვის დროს ხდება ეგეთი რამ, ის ბოქსი და მონიტორი გამოეთიშა თამაშს, დაგვრჩა 3. ხო. შემოდის 3 სავარაუდო პასუხი და 2-ზე შეგვიძლია გავანაწილოთ ეს 4000. ან ერთზე დავდოთ. გადვილდა ანუ. გადვილდა, ხო, აბა მაგრაც. არა, ნუ მეკითხოს არ გულისხმობ. ხო, ერთი გული ცოტა დაგვჭირდა. არჩევანი უფრო ის არის. კარგია. ადვილია ეხა უფრო. არა, ეხლა არ იქნება მეხუთე დაწუნებული. ეტაპის 2 სავარაუდო კატეგორია. უადვილესი ჰობი და მითოლოგია. ჰობი? მაგრამ იქნება იმას და ჰობი ქონდათ რაღაც. მითოლოგია. გამოიცანი. მითოლოგიაც. მითოლოგია ერთი ხო მოგიყევი უკვე. აუ, ჰობი ჯობია მე მგონი. დავიც. ჩარხის ისტორია გვაინტერესებს, არა? კეცა. მითოლოგია. შენ რომელი გინდა? რომელი გინდა მითხარი? კაი, შენ თუ მითოლოგია, ნუ კარგად იცი. ჰობი, იყოს ჰობი. კაი, არ ძალიან მაგარი რამე აირჩიე, შენ თავს პიცა ვარ. თუ თანუ მაკომპლექსი. ჰობი! აბერჩიეთ უკვე? ვეღარ გადავიფიქრებთ? ვერა. ზადიც მე უკვე დააფიქსირე ჩემი აზრის, შენ თავს პიცა ვარ. კაი, ჰობი! ძალიან მაინტერესებს უბრალოდ რა რაც კითხვა არის. იქნება. თან მაინტერესებს. აუტო. 3 სავარაუდო პასუხი შენ თავს პიცა ვარ. პროსტა წამოვიდა. დავაი, წამოვიდა. ოსკარ უაილდი შენ თავს პიცა ვარ. ართურ კონან დოილი და ჩარლ დიკენსი პროსტა ასე ხარ. ხალხო. თუ როგორ გვექცე? ძალიან მიხარია. კითხო. რას როგორ გეკცევი? მე როგორ გეკცევი? კარგი ხა. დუტა კითხვა გამოუშვი, დუტა.
კითხვა. აუ შოკი. იმიტომ რომ უკვე მომეწონა პასუხები და კითხვა მაინტერესებს. გამოვიდა შეკითხვა. ჰეი! რომელი მწერალი ატარებდა დიდ დროს პარიზის მორგში? აი შოკი კითხვა შენ თავს ვიცავა. წავიდა დრო. დრო წავიდა, ანუ მორგში. ჯაზიკენსი არა 50 წამი. მოიცესი წამი. მე ესე ვთქვი. როსტა. დიკენსი არა მგონია. არა ეს ნამდვილად არ ვიცი. აი მორგში ინტუიციას რესავარ. იაპონში უნდა რომელი მწერალი ატარებს? ეს ორი. ჩოლს დიკენსი მორგში 29 დრო მიდის 25 წამი. გამაგარი ჰობია მორგში რო ატარებ დიდ დროს. აი მე ხა დიკენსი არა ეს მართლა არ ვიცი. 14 წამი. აი ეს მართლა არ ვიცი, მართლა გვიყვა. არა არც მე არ ვიცი. დრო ნაი ჰობი. 7 6 5 4 3 არ ვიცი. 2 1 და დრო ამოიწურა. ჩარლზ დიკენსზე არც ერთი, ართურ და ოსკარს 2000. ნამდვილად არ ვიცი რომელი მწერალი ატარებდა აი ამდენ დროს მორგში. არ გამიგია ესეთი. ამდენ დროს? დიდ დროს, ბევრს ანუ. ხო. ეს წესით არის სადღაც მეორე, მესამე შეკითხვის კატეგორიებიდან. თან მით უმეტეს მეოთხე დამაბნეველი კატეგორიაც გადახაზულია იქ. ეს ადვილია, ანუ. ეს ადვილია კი. ნუ შეიძლება ადვილი იყოს, მაგრამ არ ვიცი ეს ჰობი რომელ მწერალს გონდა. მართლა არ ვიცი. კარგი, ნახოთ სწორი პასუხი. მე ძალიან მткиვად. ოხო, ხორივე ჩავარდებ. რატომ მიხვდი რომ ორივე ჩავარდებოდა? საიდან მიხვდი უცბად? რა ვიცი. შეტრიალებული რო ვიყავი? ხარა ესე ხო რა დაარტყი კი? ინერვიულა შენ. ჩვენზე ინერვიული კი. მე როგორ გეკეთება? საერთოდ ინერვიულია. აბა რატო და? იმიტომ რომ შენი ერთ დრო გავატარე და კარგი იყო და რა კარგია. დიდი მადლობა უთხრათ ნათიას და თიკას. მადლობა თქვენ. და მადლობა ვის? ჯეოსელს. ჯეოკონექტები ყველაზე მობილური ინტერნეტი დედამიწაზე ჩაეხუტა. წავიდნენ სახში ესე. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი ფული და ფიქრისთვის განკუთვნილი ძალიან ცოტა დრო. ახლა ჩამოყალიბდით. ეხლა გართულდება სავალი. ნელ-ნელა. ნაკლებად სასიამოვნო კატეგორიები და რისკზე წასვლის საბედისწერო აუცილებლობა. ყველანი როკიდან მოვდიოდა. ნუ ეს დაზღვევის ამბავია, როგორც პოკერშია ეს დავაზღვევით. თუმცა ნინი ქარსელაძე და ზურა ხაჯიძე თულთან სათამაშოდ მომზადებულები მოვიდნენ. დედა მითხრა ესა მოიჭი. გამართლებს თუ არა ინტუიციით გაკეთებული ფსონი. ნინი გაიხსენა პოლიტიკა. ნახეთ ფულთან თამაშის მორიგი ბატალიები იმედზე.